კი მიპასუხეს, მაგრამ ჯერ მაინც დუმილის უფლება შევინარჩუნებ. მათი თხოვნა იყო, რომ მე მაშინვე როგორც კი პოსტი დავწერე, რეაგირება მოჰყვა ჩემ პოსტს, პირადი მიმოწერით მითხრეს, რადგან ამ კვირაში განიხილავს სასამართლო ჩვენს აპელაციას, ჩვენ ვასაჩივრებთ ამ ყადაღას. მე მაინც მინდა რომ ეს დრო დავტოვო ესეთ, როდესაც არ მინდა რაღაც კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, რა იყო მათგან შემოთავაზებული, მე რა ვუპასუხე. ამაზე აუცილებლად მე საჯაროდ მოვყვები, მაგრამ მანამდე ამ რამდენიმე დღეს კიდევ ტოვებ შანსს მათთვის, იმიტომ რომ მე ღიად განვაცხადებ თქვი ადამიანების რაოდენობა, სახელები და გვარები, მაგალითად იმ დღეს რომ დავწერე რომ 11 ასეთი ადამიანი იყო, რომელიც გადარჩენას ითხოვდა, უკვე 17 ყავს. სხვა იქნება 25-ზე 30, ხო იცით როგორც მუშაობს ეს. ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ სოციალური ქსელით მაგალითად დღეს ერთი პოსტით 35,000 ლარი შეუგროვოთ უკვე ბავშვს და ისწავა, თურქეთში გაემგზავრება და გადმოვარდა მეორე სართულიდან საოპერაცია იყო სასწრაფო და ეს ამ თანხის მობილიზება უკვე მოხდა, მაგრამ ნახეთ როგორ არის მე მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს ეს ძალიან კარგად, მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ალბათ რაღაცა ძალიან სამარცხვინო და იმედისთვისაც კი შეუფერებელი სიუჟეტი ნახა ამ ჩვენი ფონდის ირგვლივ გაკეთებული. მე მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებდი წესდებით და მე ეს წესდება მაძლევდა უფლებას, რომ ყველა ის გადარიცხვა, რომელიც გაკეთებული იყო იმ უფლებამოსილებით, რომელიც მომცა ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ჩემი фонდი დარეგისტრირდა 2020 წელს ამ ხელისუფლების პირობებში. და შესაბამისად მუხლებით რეგულირდება რის უფლება გაქვს და რის უფლება არ გაქვს. ახლა ტელეკომპანია იმედი უბრალოდ რომელიღაცა ჟურნალისტის არც ვიცი ამ ბიჭის სახელი და გვარი მეუბნება და ამტკიცებს იმას, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ მას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან გადაირიცხა ფოიერვერკისთვის. იმიტომ კი არა რომ ეს მაშინ კანონით აკრძალული იყო, არა. კანონით აკრძალული არ იყო ეს მაშინ ფოიერვერკის შეძენა. უბრალოდ მე არ ვთვლი რომ ფოიერვერკის შეძენა არის ქველმოქმედება. და ამ ფონდში ადამიანი რიცხავს ფულს, იმიტომ რომ დაეხმაროს სხვას. იქნება ეს აქციაზე მყოფი ადამიანი თუ გადასარჩენი ბავშვი თუ არა აქვს ახლა შინაარს მნიშვნელობა. და ჩემი გადასახედიდან ფოიერვერკი არ არის ამ შინაარსის, არ არის ამ კონტექსტის და ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ფონდიდან გადამერიცხა თანხა ფოიერვერკის შესაძენად. ამიტომ ეს არის ტყუილი და მე მივიღე გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებიან რომ რა აზრი აქვს ამ სასამართლოში რამის გარკვევას. არა, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში ვიტანო და მოვთხოვ ამ ჟურნალისტს ცნობის უარყოფა ან დამტკიცება ამის არსაობს ესეთი ცილის წამება ხო დაახლოებით, მაგრამ არსაობს აი არ მეზარება ამ დროს ხო რა არის, როდესაც გებრძვიან და რამდენიმე ფრონტს გიხსნიან. ერთი რომ უნდათ რომ დაგღალონ, იმიტომ რომ რამდენიმე ფრონტზე აქვს ცეცხლი გახსნილი, იქეთ პირადი ცხოვრება, ჩემი შვილი მარიამი, ჩემი ყოფილი პირადი ცხოვრება, ანუ არ არსებობს თემა, რითიც ირგვლივ არ მიტევენ. მეორე ეს არის რაღაცა პროკურატურის მიღებული გადაწყვეტილება, თავიდან უფრო მეტად პანიკაში იყვნენ მეგონი თვითონაც და რაღაცა ინფორმაციები, რომლებსაც ისინი ავრცელებდნენ, რომ ჩემამდე მოსული იყო უფრო ქაოსური იყო, უფრო რომ რაღაცა თითქოს აი სახში ჩხრეკას აპირებდნენ, ბრალის წარდგენას აპირებდნენ, ყველაფერს თითქოს აპირებდნენ, რაღაცა ხო აი პირველი წნეხი იყო თითქოს მათი მხრიდან. მე მიხვდნენ რომ ეს აქ არ მუშაობს, სხვაგან მოხვდნენ და შესაბამისად ახლა საუბარია იმაზე, რომ არ მოეხსნება ყადაღა ფონდს და გაგრძელდება რაღაცა სამართლებრივი დევნა ჩვენი თუ არ ვიცი ამას დევნა ქვია, არ ვიცი რა ქვია რაღაც ხომ მსგავსი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანგარიშიც აღარ იქნება დაყადაღებული, თქვენ შეგიძლიათ ოპერირება იმ თანხებით, რომელიც უკვე შეგროვილი იყო. არ მოხსნიან. ანუ არ მოხსნიან, როგორც ჩემი ინფორმაციით, როგორც მე ვიცი, ისინი ყადაღას არ მოგვიხსნიან. ანუ იმ 400,000 ლარზე მეც არ დაგვიბრუნებენ, რომელზეც ვთხოვეთ, რომ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე კანონით ფარგლებში მოქმედებდი, მოხსენით ყადაღა ფონდს, იმიტომ რომ ბავშვებს გადავარჩენთ, დავეხმარებით სხვის სიცოცხლეს, მიუხედავად ამისა, ჩემი ინფორმაციით, ბოლო ინფორმაციით, ისინი ყადაღის მოხსნას არ აპირებენ, ისევე როგორც რაღაცა გაცილებით უფრო გამწვავება საქმის, ასევე ჩემი ინფორმაციით არ აპირებენ. ეს ეხა ჩემს არც არცვლის გიორგი ის რომ უბრალოდ პარალიზება იყო ამ ეტაპზე მანამდე როგორც მე მივხვდი შენ პირველი რეაქციები და ინფორმაცია რომელს რომ ეს იყო ასე თქო სხვადასხვა გზით შემოწოდებული ინფორმაცია რომ კიდევ უფრო უარესები ხდებოდა მათ შორის დაკავებასთან დაკავშირებით და რაღაცა და ამასაც თავის მიზანი აქვს არა მარტო ასე თქო შენი პარალიზება როგორც ფონდის არამედ გარკვეული გაგებით იძულება სიტუაცია რომ არ დამძიმდეს რომ შეიძლება ადამიანმა ამ დროს იფიქროს ქვეყნიდან წასვლაზეც და მე ამას მოყვებოდა თუ ეს საუბრები დაიწყებოდა ალბათ შენს ოჯახსა და გარემოცვაში გარკვეული რჩევებიც რომ ნუ თუ დააპირებს ხელს არ შეუშლიეთ. რუსეთში მაქვს ეს სცენარები
ვინანახი და არაფერს გასაკუთრებულს. ხო, ესე იყო არაფერს ახარს არ იგორებენ სიამდვილეში ავტორიტარული სისტემები. ჯობია რომ ცოტა ხანი გაერიდო, რო არ ეს არ მოხდა. ანუ როგორც ჩანს რაღაცა ტიპის სტატუს კოს. ხო, ჩემი აზრით, ეხლა მე სადაც რო არ ჩემი ინფორმაციების ფლობით არის ეს, მაგრამ ეხლა ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ რა გააკეთეს რამდენიმე მიმართულებით. ერთი რომ ფონდების გაჩერებით ძალიან ბევრი ადამიანი გაურკვევლობაში ახლა და რუსთაველზე რომ დავდივარ აქციებზე მეკითხებიან რომ აი რა ხდება ჯარიმებთან დაკავშირებით. ჯარიმები ძალიან მძიმე ტვირთი აწიეს სხვა ფონდებმა, ეს არ იყო ჩემი ტვირთი და აწიეს მართლა მძიმე ტვირთი წმინდა ფინანსური რესურსის თვალსაზრისით. მეორე აქ გამაჩერეს მე ადამიანი რომელზედაც დამოკიდებული იყო პატიმრები მათი ოჯახის წევრები და ნახეთ ყველაზე მეტად რა აწუხებთ. აი ხო რაღაც გაუტახელ პატიმრებს ხედავენ რომლებიც მყარად არიან და ესენი ფიქრობენ რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს პლატფორმა ჩემი, იმიტომ რომ მე ვახერხებდი მათთვის გარე სოციალური პრობლემების მოგვარებას. იქ მაგალითად კრედიტები გადავუხადეთ, ანუ შვიდად გრძნობთ თავს რომ მათი ოჯახის წევრებს მინიმალური სტანდარტი რაღაც სოციალური პრობლემები. ზუსტად აღარ აწევთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმრის აღებული კრედიტი იყო რთული რაღაცა პასუხისმგებლობა დატოვებული ოჯახის წევრებისთვის, ეს რაღაცნაირად აი მათ შორის ისეთი სოციალური პრობლემები მოუგვარეთ, როგორიც იყო მაგალითად ცხელი წყლის დაყენება ოჯახში. ანუ და აი მე მინდა თან იცოდეთ რა მძიმე სოციალური პირობებიდან მოდის რამდენიმე მათგანი და არც გვარს დავასახელებ რა თქმა უნდა და მე სიღრმეებშიც არ შევალ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. მაგალითად აი თათია და ადის ხომ თავგადასავალ და დროის ადამიანში ვაკეთებ ჩვენ ამ ოჯახების ისტორიებს და ადამიანებს და მათთან ბინებში ინტერვიუების ჩაწერა უმეტესად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ისე ვიწროთ არიან და ისეთი რთული საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, რომ კამერის გამართვა ხდება შეუძლებელი. ზუსტად და ინანი წულაია მაღაზიაში დაგიბარებდათ მაგალითად, იმიტომ რომ სახში ვიწროდ არის და საოცარი ხალხია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თანადგომას ამ შემთხვევაში შენ და შენი ფონდის მეშვეობით, რომ ციხეში ისედაც უსამართლო მდგომარეობაში მოხვედრილი ახალგაზრდები, რომელთაც აწვებოდა ძირითადი ტვირთი მათი ოჯახის უზრუნველყოფის, რომ აი ეს მორალური ქეჯნა მაინც არ უნდა გქონდეთ. ამაზე ზუსტად და თან ძალიან ბევრი მათგანი იყო ოჯახის მარჩენალი, ძალიან ბევრი მათგანი ერთი გლოვოში მუშაობდა, ერთი ტაქსზე, ერთი იქ, ანუ ოჯახში მთავარი ფინანსური შემტანები იყვნენ და შესაბამისად ახლა ამ გადაწყვეტილების მიმღებს რომელმაც ეს ფონდი დააყადაღა, გონია რომ ჩვენ გამოსავალს ვერ ვიპოვით და პატიმრებს ისე დავტოვთ. ანუ ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღე, იყო ის რომ მანამდე ვიდრე ეს ადამიანები ციხეში არიან, მათი ბარათები იქნება შევსებული და მათი ოჯახის წევრების პრობლემები იქნება მოგვარებული. შესაბამისად მე ამ პირობას, საჯაროდ დადებულ პირობას შევასრულებ ბოლომდე. პატიმრები იქნებიან უზრუნველყოფილი და მათი ოჯახის პრობლემები ჩვენ როგორ ვიყავით იცი ერთ თვეს რაღაცა 5 ადამიანს უგვარებდით, მეორე თვეს 5 ადამიანს, რომ რაღაცა ერთიანად ვერ ვახერხებდით. იქნება მოგვარებული. ასევე დავალოდები ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი გაბიტაშვილი, ქალაქის მთავარი პროკურორი თუ გენერალური პროკურორი ქვეყნის. მე ძალიან მაინტერესებს ის პირადად რა შეეცდება, რომ ნანუკას ფონდის ამ 400,000 ლარი გამონთავისუფლდეს მომაკვდავი ბავშვებისთვის. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და რა რესურს დახარჯავს იმისთვის, რომ სხვების სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ანუ მე მაინტერესებს ის რას გააკეთებს ამისთვის. თორე ხა მამუკამდინარაძის და ირაკლი ყობახიძეზე ყველაფერი გასაგებია. მთავარი იარაღი მის ხელშია, ის არის პროკურორი, თორე ისინი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ნაკლებად საინტერესოა. ასევე ამ იმედის სიუჟეტში ვნახე წილოსანის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ აიო ნახეთო ფონდიო თავისთავადო კრიმინალური ფონდიო, იმიტომ რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩარიცხა იქო თანხაო, რომელიცო 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯელიო. მე აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენთან ჩარიცხა თანხა 2 მარტს. როდესაც ის ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა და რა ვიცი ეს ხელმისაწვდომია მათთვის, ახლა მთელი ჩვენი დოკუმენტაცია აქვს აღებული, მაგრამ ნახეთ აი საზოგადოებაზე, აი უფრო იცი რას გავს, აი გაშავების პროცესი მიდის ახლა, რომ რაღაცა საზოგადოებამ საზოგადოება შეამზადონ იმისთვის, რომ თუ ვერაფერი მეტი ვერ ქნეს, იმიტომ რომ ვერ სწორდებიან კანონთან, შესაბამისობაში ვერ მოდის, ანუ რაღაცაზე ხო უნდა წაგიყენოს ბრალი, ამიტომ მზად იყოს უკვე საზოგადოების აზრი, რომ აი შეხედეთ ვისთან ერთად მოქმედებდნენ, აი ვისთან ერთად არიან. მე დღესაც მადლიერი ვარ იმ ჩარიცხული თანხის, ხვალაც ვიქნები მადლიერი ნებისმიერი ადამიანის 1 ლარი დაწყებული ნებისმიერ თანხით დამთავრებული. ბოლოს ზუსტად ეს მინდა რომ კითხო, რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბიზნესმენის შესაბამის ძალისხმევად მივესალმებით, თუმცა
არანაკლები და ზოგჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ უბრალო მცირე შემოსავლების მქონე ადამიანების მიერ გაღებულ მცირე წყვილს. აი როგორ აპირებ ტექნიკურად ამის ორგანიზებას და მოგვარებას, რომ მანამდე იყო ის ანგარიში, ცხადდებოდა, გადაცემა გადიოდა, შემდეგ სოციალურ ქსელებში აწი როგორ უნდა გააკეთო რამე ახალ ფონდს პატიმრებთან დაკავშირებით? აი ზოგადად აი მე ამ ყველაფერს ერთმანეთსგან გავყოფ. ერთი ცალკე იქნება მოხდება ოპერირება ბავშვებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანთან, მრავალშვილიან ოჯახებთან და ასე შემდეგ და ცალკე მოხდება დახმარება პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ეს გაიყოფა. მაგრამ იმ შენივე ფონდის მეშვეობით, რომელიც დაყადაღებულია. არა. აი ჯერ დავალოდები რას გააკეთებენ და შემდეგ უკვე აი ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ ყადაღა ფონდს არ მოხსნეს, ალტერნატივას გაუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ალტერნატივა იქნება, მოკლედ აპრილის თვეში პატიმრებს აუცილებლად შეევსებათ ბარათები და მათი ოჯახის წევრების დახმარება აუცილებლად მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მადლობა შენ და ყველა დონორს ეს სიტყვა ყველას ეკუთვნის დიდ ბიზნესმენს და პატარა აწვრილი შემტანსაც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნებისმიერს ერთი ლარით ჩამრიცხავს, იმიტომ რომ მთავარი შემოწირველი ჩვენი ხალხი იყო. მადლობა ნანუკა ჟორჟორიანს, ამ შემთხვევაში ჩემთან როგორც არა იმდენი ჟურნალისტს, არამედ ნანუკას ფონდის დამფუძნებელს და მმართველს.